იღუმენი ნიკონი, მეზვერის ლოცვა. ვერ ვაიძულებ თავს, ხელახლა გადავიკითხო თქვენი წერილი, რათა ყველაფერს ეკიპასუხოთ და ეს არც მიმაჩნია საჭიროდ, სასარგებლოდ და სერიოზულად. პასუხი ერთი და იგივე იყო და რჩება. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს იმაზე მეც, ვიდრე შეგიძლიათ. სულიერი და ხორციელი უძლურების გამო თქვენთვის სრულიად საკმარისია ყველა მდგომარეობაში, ყველა ვითარებაში, ყოველ ადგილას, რაც შეიძლება ხშირად წარმოთქვათ და მთლიანად გააცნობიეროთ ეს სიტყვები. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. ეს სავსებით საკმარისი იქნება ცოდვების მისატევებლად, ავაზაკებისთვისაც კი და მით უმეტეს მათთვის, ვისაც სასიკვდილო ცოდვები არ აქვს. თქვენ კი სულ რაღაცას ეძებთ, თვითონაც არ იცით რას, ან რაღაც ისეც, რისი ძალაც ნამდვილად არ შეგწევთ. ნუ მიეცემით მოწყინებას, უფრო ხშირად გაიხსენეთ სიკვდილი და ღვთის წინაშე წარსდგომის წუთი. ნუ იზრუნებთ ხორციელ მარხვებზე, არამედ სულიერი დაიცავით, რამდენადაც შეგიძლიათ. აღვერი ამოსდეთ ენას, თვალებს, ყურებს, თავი შეიკავეთ მუგბარისაგან, განკითხვისაგან და ასე შემდეგ. ეს მარხვა სნეულთათვისაც კი მისაწვდომია და ამავე დროს ხორციელ მარხვაზე უფრო სასარგებლოა, მით უმეტეს თქვენი უძლურების პირობებში. მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევთ, რას იფიქრებენ და რას იტყვიან თქვენზე სხვები. რა მნიშვნელობა აქვს კაცთა სამსჯავროს? რა მოხდება, თუ მამას მთელი ქვეყანა აქებს და ადიდებს, უფალი კი ეტყვის? არა გიცი შენ, რა დაემართათ ფარისევლებს? ასე უსარგებლოა საკუთარ თავში ქექვა და კაცთა სამსჯავროს საზომით შეფასება. განა უმჯობესია არ იქნება? მეზვერესთან ერთად ნიადაგ ვხმობდეთ. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ლოცვას. ღმერთო, გამწვინე მე ცოდვილი, რამე თუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა. ვინ დაწერა ეს ლოცვა, იცით? ღირსმა მაკარი დიდმა, ერთ-ერთმა უდიდესმა მამამ, რომელმაც სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და ჯერ კიდევ ხორცში მყოფი ზეციური სავანის მკვიდრიც იყო. აი, როგორ აფასებდნენ საკუთარ თავს თავიან ჩრომას ღვთის სათნომყოფლები, ღვთის მეგობრები. ჩვენ კი ერთავად ვაივისში ვართ. ოჰ, რაღაც ისე ვერ ვთქვი, ვაიმე, რას იფიქრებს ჩემზე ხალხი? გეგონება მარტო ამ ერთხელ ვერ ვთქვით, ან ვერ მოვიქეცით ისე, როგორც საჭიროა. წმინდა მამა კი ამბობდა, არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა, გამწმინდე მე ცოდვილი. ჯერ კიდევ გიკვირთ, რომ ბევრი ცუდი რამ ვლინდება თქვენს გულში ამა თუ იმ შემთხვევის გამო. მე კი ყოველთვის ყველას ვეუბნები, რომ ჩვენში ყველა ვნება ცოდვა იმალება, ოღონდ ისინი შესაბამის პირობებში მშხალდება. ამას ისიც დაუმატეთ, რომ მუდმივად ისრების წვიმას გვიშენს ეშმაკი, რომელიც 1000 ცოდვილ გულის სიტყვასა და მიდრეკილებასა და განწყობას გვივლენს. ებრძალებოდეთ უკვე ვითარძი განგრძალულად ყვალთ. ამიერიდან რომელი გონებდეს დგომასაი, ეკრძალენ, ნუ უკვე დაეცეს. საკუთარი თავისაგან უცოდველობას ნუ მოელით. არ ვცოდავთ, მხოლოდ მანამ, სანამ უფალს უპყრივართ. ხოლო როგორც კი იგი საკუთარი თავის ამარა გვტოვებს, მაშინვე ხან ერთ, ხან მეორე ორმოში ვარდებით. ამიტომად გვიბრძანებს, რომ ვითხოვოთ, ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ნურს თქვენ გაიკვირვებთ თქვენს დაცემებს, არამედ დამდაბლით და მეზვერის მსგავსად უფრო ხშირად წარმოთქვით.
ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. ყველა ფიქრობს, რომ ეს ლოცვა მისთვის არ არის სინამდვილეში კი წმინდა მამების თანახმად უფალი არ შეიწყნარებს არც ერთ ლოცვას, რომელშიც მეზვერის შინაგანი მდგომარეობა არ ვლინდება. ადამიანები ლოცვაში მაღალ მდგომარეობებს ეძიებენ. ეს კი ცდომილებაა. ჩვენ ისე ვართ გარყვნილი, ისეთი ცოდვილები ვართ, ისეთი გადაუხდელი ვალი გვაქვს ღვთის წინაშე, რომ თუნდაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვღაღადებდეთ, ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას, მაშინაც კი ვერ მივიჩნევდით თავს ვალისაგან გამოხსნილებად. ცოდვების ვალის გარდა არსებობს კიდევ უფლისადმი მადლიერების ვალი. ამ ვალის გადასახდელად მილიონი ცხოვრებაც არ გვეყოფოდა. ამიტომ ისღა დაგვრჩენია. დამვდაბრდეთ, შევიგნოთ, რომ ჩვენი საქმეები კი არ გვაცხონებს, არამედ ღვთის მიუწვდომელი მოწყალება. და სწორედ ამ მოწყალების იმედით ხმობდეთ, უფალო შეგვიწყალე. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას, ხოლო ყოველი, ვინც თავს დაიმდაბლებს ღვთის სასუფეველში შევა. მოთმინება გამოიჩინეთ და უფლის იმედი გქონდეთ და არა საკუთარი თავისა. შემინდეთ უფალმა გაკურთხოთ.